იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს უმასპინძლა. ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ირანში მიმდინარე ომი და ამერიკის შეერთებული შტატებისა და იტალიის ურთიერთობები, რომელიც გასულ თვეებში დაიძაბა. იტალია, კერძოდ კი ჯორჯა მელონის მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირეა. თუმცა მხარეებს შორის დაძაბულობამ ირანში მიმდინარე ომის ფონზე იმატა. დონალდ ტრამპი იტალიით და ზოგადად ევროპით უკმაყოფილო იყო, რადგან მათ ირანის ომში სამხედრო ძალების გაგზავნაზე უარი განაცხადეს. ჯორჯია მელონისა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა, ხოლო ჯორჯია მელონიმ ლეონ მე-14-ს დაუჭირა მხარი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის იტალიაში ორდღიანი ვიზიტის მიზანი ამ ურთიერთობების გაუმჯობესება იყო. იტალიაში ვიზიტისას მარკო რუბიომ ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით ყველა თანხმდება, რომ ირანის რეჟიმს ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს. ყველა თანხმდება, რომ მიუღებელია ირანის მთავრობას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მე არ ვიცი, ვინმე თუ ფიქრობს, რომ კარგი აზრია ირანის მთავრობა ბირთვულ იარაღს ფლობდეს. აიათოლას გარდა, ჩნდება კითხვა, რას აკეთებ ამის მისაღწევად და პრეზიდენტი მოქმედებს. აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს იმის შესახებ, უნდა ჰქონდეს თუ არა მათ ბირთვული იარაღი. ამერიკის ყველა პრეზიდენტი ამბობდა, რომ არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, მაგრამ დონალდ ტრამპი პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპას შეერთებული შტატები სჭირდება და პირიქით, შეერთებულ შტატებსაც სჭირდება ევროპა. მე გამოვხატე ჩვენი პოზიცია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელსაც შეუძლიათ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტამდე მიგვიყვანოს. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ისინი ირანის პასუხს ელოდებიან. ჩვენ დიალოგს ვუჭერთ მხარს. კიდევ ერთხელ დავადასტურე, იტალიის მზადყოფნა სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ ჩვენი სამხედრო საზღვაო ძალებით ჩავართვით განაღმვით სამუშაოებში და უზრუნველყოთ ნავიგაციის თავისუფლება. ხაზი გაუსვი ლიბანის მნიშვნელობას იტალიისთვის და ჩვენს მზადყოფნას მომავალშიც დავრჩეთ აქ, რათა მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ლიბანის რეგულარული შეერაღებული ძალების გაძლიერებაში, რასაც ორმხრივი მისიის ფარგლებში უკვე ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ევროპას სჭირდება ამერიკა, იტალიას სჭირდება ამერიკა და შეერთებულ შტატებსაც სჭირდება ევროპა და იტალია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იტალიისა და ევროპისთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ჯარები ევროპაში დარჩნენ, რაც ნატოს გაძლიერებისთვისაა აუცილებელი.